ჩვენ როცა ბავშვები ვიყავით ჩვენ სასაკში, სიტყვის თქმის შიში გქონდა. ვეჭობდით, რასაც ვლაპარაკობდით, გვეშინოდა რომ ან ვიღაცა დაგცინებდა. როცა ვადარებ ახლა ჩვენს ბავშვობას და ჩვენს ახალგაზრდებს არ ეტყობათ ესენი რომ სოფლის ახალგაზრდები არიან. ყველგან შეუძლიათ ხმამაღლა ილაპარაკონ, ყველგან შეუძლიათ საკუთარი უფლებები დაიცვან. და ეს რა თქმა უნდა ამ ცენტრის დამსახურებაა. ამ რეგიონის ახალგაზრდები ისე თამამად ლაპარაკობენ, საუბრობენ და ისეთი ხედვა აქვთ, რომ რაღაცა ერთი ნაბიჯი მაინც არის ჩვენი ცენტრის დამსახურება. თქვენ თუ თვლით, რომ ეს თანადება უსაფრთხოა, უნდა გადახვიდეთ უსაფრთხო მხარეს. თქვენ ახლა იმყოფებით წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში. ის არის სოციალური საწარმო ფართოპროფილიანი სასწავლო ცენტრი გუმბათი, რომლის მისიაა განათლების ხელშეწყობა ქართველსა და არაქართველ მოსახლეობაში. მე გახლავართ ციცინო გობაძე, ამ სოციალური საწარმოს დამფუძნებელი. ამავე დროს გახლავართ გუმბათის საჯარო სკოლისა და არწივანის საჯარო სკოლის მასწავლებელი. ფორმალურ დებატებს აქვს თავისი წესები. მერცი ქორპუსის დაფინანსებით მცირე საგრანტო პროგრამა იყო, სადაც მივიღეთ მონაწილეობა და ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია ჩვენი. მიზანი იყო ახალგაზრდების განვითარება, ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ზოგადად ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებში როგორც ბიჭებს, ასევე გოგონებს სჭირდება ამ მხრივ ცნობიერების ამაღლება. გოგონები უნდა გაძლიერდნენ და დაინახონ, როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები და როგორ იმოქმედონ, რა საშუალებები არსებობს და ასევე ბიჭებმაც უნდა დაინახონ, თუ როგორ უნდა დააფასონ ქალები და რამდენად მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობა. ეს არის ფიზიკური, ფსიქოემოციური, კიბერბულინგი და ამ პროგრამაში დაინტერესება ბევრი იყო, ჩაერთო 5 სკოლა. ეს მოსწავლეები ახლა დადიან სკოლებში და არაჩართულ სკოლებში ატარებენ პრეზენტაციებს, რაც ნიშნავს, რომ ამ 5 სკოლის გარდა 5 სკოლა კიდევ ჩაერთო, ანუ ფაქტობრივად ჩვენმა ამ პროექტმა მოიცვა 10 სკოლა ზემო წალკიდან. ვესწრებით, რომ ძალიან ნაყოფიერის გამოვიდეს ინფორმაციის ხოთა შორის ძალიან ბევრი რამე იყო ახალი, რადგან ჩვენ ესე ზოგადად გგონია რომ ვიცით ყველაფერი, ინფორმირებული ვართ ამ ყველაფერზე, მაგრამ როცა ჩვენ დისკუსიაში ჩავერთეთ და უფრო მეტად ჩაურღმავდით ამ საკითხებს, აღმოჩნდა ძალიან ბევრი ისეთი რამე, რომელიც არ ვიცოდი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტრენინგები დღესდღეობით, იმიტომ რომ 21 საუკუნეში ძალიან ცუდია რომ ასეთ ფაქტებს ვესწრობით ძალადობაზე. და ესეთი ტრენინგები ცნობიერების ამაღლების მიზნით ახალგაზრდებს ხელს გვიწყობს, იმაზე რომ უფრო მეტად აღმოფხვრათ ეს პრობლემები და გადავრჩეთ საზოგადოება ამ ძალადობის მსხვერპლს. ცენტრი დაფუძნდა 2016 წელს. ჩვენ ვართ აქ აჭარიდან ჩამოსული ეკომიგრანტები და როდესაც ამ რეგიონში ჩვენ ჩამოვედით და დავფუძნდით, პრობლემა იყო ინტეგრაციის, როგორც ადგილობრივ თემთან. ფიქრობდი, რომ საჭირო იყო ისეთი სივრცის არსებობა, სადაც სხვადასხვა სოფლის ახალგაზრდობა შეიკრიბებოდა, ერთმანეთს გადასცემდა აზრს, გაუზიარებდა, ჩაერთვებოდა ერთად პროექტებში და ამ გზით ვფიქრობდი, რომ ეს ხელშეუწყობდა როგორც განათლებას, ასევე ადგილობრივ მოსახლეობის აქ დაფუძნებასა და დამკვიდრებას. და ამის შემდეგ ამ ცენტრში 600-მდე როგორც დაფინანსებული, ისე არადაფინანსებული პროექტი განხორციელდა. პროექტებში ჩართულია სხვადასხვა სოფლის, ძირითადად ზემო წალკის მოსახლეობა, არ გვაქვს შეზღუდვა ასაკის პროექტს გააჩნია, ძირითადად ახალგაზრდები გვყავს, მაგრამ ქალებიც ხშირად გვყავს ჩართული, თემატურად ძირითადად განათლება, პროფესიული განვითარება, კარიერული წინსვლა, ტოლერანტობა, ისეთ თემებზე გვაქვს ჩვენ როგორც ტრენინგები, ასევე შეხვედრები, რაც დღეს აქტუალურია და მნიშვნელოვანია. რაც უფრო პატარა ასაკიდან დაიწყებენ აი ამ ასეთ პროექტებში მონაწილეობას, უკეთესი იქნება. ბავშვს უკვე ეცოდინება რომ გაიზრდება და მოქალაქე გახდება სრულფასოვანი. არ უნდა დაჩაგროს ვიღაცა მაგალითად. თავის უფლებებსაც დაიცავს, აუცილებელი არის. ასეთი ცენტრებიც და აუცილებელი არის აგრეთვე ასეთი პროექტებიც. თუნდაც ის უფლებების კუთხითაც და თუნდაც აი ეს შემოქმედებითი.
ერთ-ერთ პროექტში მეც მივიღე მონაწილეობა, რაც ჩემთვის იყო ძალიან სასიხარულო. მე მიმიწვიეს როგორც მენტორი, ჩავატარე 2 მასტერკლასი. ეს იყო ეპოქსიდის, კულონები გავაკეთებინე და იყო მაგრამეს მასტერკლასი გავაკეთებინე სამაჟურები. ეს პროექტი იმდენად იყო მნიშვნელოვანი, რომ ქალებმა პირველად ისწავლეს რაღაცეები, თავის თავში აღმოაჩინეს შემოქმედებითი უნარები. ზოგმა გამოხატა სურვილი, რომ უფრო ღრმად შეესწავლა ესა თუ ის ხელოვნება. ჩემს გარდა კიდევ სხვებიც ატარებდნენ, კიდევ სხვადასხვა მასტერკლასები ჩაუტარდათ და ძალიან დაინტერესდნენ სოფლის ქალები ამ ხელოვნებით. მერსი ქროფშის პროექტი დაგეხმარა რომ წინ წავიდე, რაღა ახალი ხალხი გავიცანი. იქიდან ასწავლე, რაც არ ვიცოდი. ძალიან მომეწონა ეს პროექტი, ძალიან მინდა რომ ესეც წინ წავიდეს, კიდევ ასეთი რაღაცები იყოს. მნიშვნელოვანია იცი, რატომ ისა სოფელია, საშუალება ბევრი არ გაქვს და მნიშვნელობა არ არის ქალი იქნება თუ ახალგაზრდა თუ პატარა. უნდა იცოდნენ წინ წავიდნენ, რომ რაღაცები გაკეთება შეგიძლია, მარტო სოფლის მუშაობა აღარ არის ეს. იმდენი აქტიური ჩვენი კურსდამთავრებული, ჩვენი ცენტრის გავლილი, იმდენი აქტიური სტუდენტი ავხედავთ, როგორ მერეც აგრძელებენ ჩვენთან თანამშრომლობას, თვითონ აძლევენ მერე ამ დანარჩენ ახალგაზრდებსაც мотивაციას და მაგალითს და ის რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია და უმნიშვნელოვანესია კიდევ ის ორგანიზაციები, რომლებიც ასეთი ცენტრების განვითარებას უწყობენ ხელს რეგიონებში.